მოგესალმებით მეგობრებო, მე რა ჩემი არხი კეტო მეგობარი. როგორც დავაანონსე, დღეს ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა არის კეტო და როგორ დავიწყოთ კეტო ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე. ზოგადად საიდან მოდის სიტყვა კეტო? კეტო მოდის კეტოზიდან. კეტოზი კი არის პროცესი ჩვენს ორგანიზმში, რომლის დროსაც ჩვენი ორგანიზმი ნახშირწყლების წვის მაგივრად ცხიმის წვის ხარჯზე იღებს სასიცოცხლო ენერგიას. ზოგადად ჩვენი ორგანიზმი მოწყობილია ნახშირწყლების, ანუ იგივე შაქრების წვაზე. როდესაც ჩვენ ვიღებთ ნახშირწყლებს, ჩვენს ორგანიზმში გამომუშავდება ინსულინი, ინსულინი კი შლის ამ შაქრებს და გარდაქმნის სასიცოცხლო ენერგიად. მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც ჩვენ დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს ვიღებთ? ეს დიდი რაოდენობით მიღებული ნახშირწყლები ჩვენს ორგანიზმში გროვდება ცხიმების სახით. ასე ვთქვათ, ჩვენი ორგანიზმი აკეთებს მარაგს იმ შემთხვევისთვის, თუ ჩვენ აღარ გვექნება ნახშირწყლები, რომ ეს დაგროვილი ცხიმები დაწვას და გარდაქმნას სასიცოცხლო ენერგიად. სწორედ ამ დაგროვილი ცხიმების დაწვა და სასიცოცხლო ენერგიად გარდაქმნა გვჭირდება ჩვენ კეტო დიეტის დროს. და როგორ უნდა გავაკეთოთ ეს? იმისთვის, რომ ჩვენი ორგანიზმი გადავიდეს კეტოზურ მდგომარეობაში, საჭიროა, რომ ჩვენ მინიმუმამდე შევუზღუდოთ ნახშირწყლების ოდენობა, რაც გულისხმობს დღეში მაქსიმუმ 20-30 გრამს. თუ რა თქმა უნდა სპორტსმენი ხართ ან ფიზიკურად დატვირთული, ამ შემთხვევაში დღეში 50 გრამამდე შეგიძლიათ გაზარდოთ ნახშირწყლების ოდენობა, ხოლო სხვა შემთხვევაში არა. და რა ხდება ამ დროს? ჩვენი ორგანიზმი განიცდის ნახშირწყლების შიმშილს. ტვინი კი ჩვენს ორგანიზმს აწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გადავიდეს გადარჩენის მდგომარეობაზე და საქმეში ერთვება ღვიძლი. ღვიძლი იწყებს ცხიმის წვას და შედეგად გამოიმუშავებს სასიცოცხლო ენერგიას. სხვათა შორის არსებობს მითი იმის შესახებ, რომ კეტო დიეტა იწვევს კეტოაციდოზს და საიდან მომდინარეობს ზოგადად ეს მითი. კეტო დიეტის დროს ღვიძლი ცხიმის წვის შედეგად გამოიმუშავებს კეტონებს, ანუ არასასარგებლო მჟავეებს. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ცხიმის წვის შედეგად გამომუშავებული კეტონები ჩვენი ორგანიზმიდან წყალთან ერთად ძალიან მალე გამოიდევნება და ჩვენს ორგანიზმში დიდი ხნის განმავლობაში საერთოდ არ რჩება და არც ზეგავლენას არ ახდენს ჩვენს ორგანიზმზე. ახლა კი გადავიდეთ დღევანდელი თემის მეორე ძირითად ნაწილზე, თუ როგორ უნდა დავიწყოთ კეტო ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ორგანიზმი აქამდე არასდროს ყოფილა კეტო დიეტაზე ან მსგავს დაბალნახშირწყლოვან დიეტაზე, პირდაპირ მინიმუმამდე ნახშირწყლების შემცირებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ძალიან ბევრი არასასურველი გვერდითი მოვლენა, რომელიც ეგრეთ წოდებული კეტოგრიპის სახელით არის ცნობილი. კეტოგრიპის სიმპტომები კი არის თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სახსრების ტკივილი, გულისრევის შეგრძნება. დაახლოებით იგივე სიმპტომები აქვს, რაც ჩვეულებრივ გრიპს და სწორედ ამიტომაც ეძახიან მას კეტოგრიპს. სწორედ იმისთვის, რომ ეს კეტოგრიპი თავიდან ავიცილოთ, საჭირო არის, რომ ნახშირწყლების რაოდენობა ჩვენს ორგანიზმში არა ერთიანად მინიმუმამდე, არამედ ნელ-ნელა თანდათანობით უნდა შევამციროთ. კეტოს დაწყების მომენტიდანვე აუცილებლად რაციონიდან უნდა ამოიღოთ ისეთი მარტივი ნახშირწყლები და შაქრები, რომლებიც კეტოზე არ გამოიყენება და ჩავანაცვლოთ კეტომეგობრული ნახშირწყლებით. საწყის ეტაპზე შეგვიძლია მივიღოთ დიდი რაოდენობით კეტომეგობრული ნახშირწყლები, რათა მარტივად გადავლახოთ ეს კეტოს დაწყების პროცესი და შემდგომ უკვე ამ ნახშირწყლებსაც თანდათანობით ვამცირებთ. ასეთი მაღალნახშირწყლოვანი კეტომეგობრული პროდუქტი არის თხილეული, გოგრის თესლი. შეგიძლიათ კეტო დიეტის დაწყების პირველ ეტაპზე დიდი რაოდენობით თხილეული მიიღოთ, მაგალითად 400-500 გრამიც კი. ასევე მინდა გითხრათ, რომ კეტო დიეტის პირველ ეტაპზე დიდი რაოდენობით სითხეს კარგავს ჩვენი ორგანიზმი, რომლის შედეგადაც ჩვენი ორგანიზმიდან ასევე გამოიდევნება მინერალები და ვიტამინები. ჩვენ კი მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ეს სითხის გამოყოფა მინიმუმამდე შევამციროთ. ყველას კარგად მოგვახსენება, რომ ჩვენს ორგანიზმში სითხის შეკავებას ახერხებს მარილი. ამიტომაც კეტოს დაწყების პირველ ეტაპზე აუცილებელია, რომ მივიღოთ დიდი რაოდენობით მარილი, შეგიძლიათ მიიღოთ
მარილიანი საკვები, ან მარილიანი თხილეული, ან უბრალოდ მარილიანი წყალი. ნებისმიერი საშუალება გამართლებულია იმისთვის, რომ ჩვენ მინიმუმამდე შევამციროთ წყლის გამოდევნა ჩვენი ორგანიზმიდან, რადგან წყალთან ერთად მინერალებს და ვიტამინებსაც დავკარგავ და სწორედ ამან შეიძლება გამოიწვიოს კიდევ ის კეტოგრიპის მდგომარეობა, რომელზეც აქამდე უკვე ვისაუბრე. მეგობრებო, თუ აპირებთ კეტო დიეტის დაწყებას, აუცილებლად გაითვალისწინეთ ჩემი რეკომენდაციები, რადგან პირადად მე მაქვს ჩემ თავზე გამოცდილი, მეც როდესაც პირველად დავიწყე კეტო დიეტა, გადავწყვიტე, რომ მინიმუმამდე შევამცირებინა მაშინვე ნახშირწყლების ოდენობა და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ცუდად გავხდი მესამე დღეს. გულიც კი წამივიდა და სასწრაფო გამოიძახეს, შაქარი როდესაც გამისინჯეს, ძალიან დავარდნილი მქონდა და გამიკეთეს გლუკოზა და მომასულიერეს. ზოგადად შაქრის ვარდნა კეტო დიეტის დროს ნორმალურია. ოღონდ ეს არ უნდა მოხდეს ერთიანად, არამედ ნელ-ნელა და თანდათანობით. ასევე მინდა გითხრათ, რომ კეტოს დაწყების პირველ ეტაპზე ნებისმიერ დროს, როცა არ უნდა იგრძნოთ თავი ცუდად, ან შეუძლოთ, ან მაგალითად თავბრუსხვევა, ღებინების შეგრძნება გქონდეთ, აუცილებლად მიეძალეთ დიდი რაოდენობით თხილეულს და არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ შაქარი, რადგან ეს პირიქით უფრო უარესია. ასე ვთქვათ, თუ თქვენ გადაწყვეტეთ კეტო დიეტის დაწყება, მაშინ მინდა გითხრათ, რომ თხილეულით უნდა გაიტანოთ პირველი რამდენიმე დღე, რომელიც არის გადამწყვეტი. თუ თქვენ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი, არავითარ შემთხვევაში არ გარისკოთ და ექიმის მეთვალყურეობის გარეშე არ დაიცვათ ეს დიეტა. თუ გნებავთ და დაინტერესებული ბრძანდებით კეტო დიეტით, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს და მისი რეკომენდაციის და მისი მეთვალყურეობის ქვეშ დაიწყეთ ეს დიეტა. მეგობრებო, თქვენი ცხოვრება და თქვენი ჯანმრთელობა თქვენზეა დამოკიდებული. დღევანდელი დღეს ძირითადი თემა რაც იყო, ამით უკვე ამოვწურე. თუ რაიმე კითხვები გექნებათ, შეგიძლიათ მომწეროთ კომენტარებში და აუცილებლად გიპასუხებთ. შემდეგ ვიდეოს გადავიღებ უშუალოდ კეტო მეგობრულ პროდუქტებზე, მოგიმზადეთ სლაიდებსაც იმ ძირითად კეტო მეგობრულ პროდუქტებზე, რასაც ზოგადად კეტოზე მივირთმევთ. ასევე გასწავლით იმას, თუ როგორ უნდა დავთვალოთ ნახშირწყლები კეტო დიეტაზე. მეგობრებო, ბოლოს მინდა გითხრათ ის, რომ რომელ დიეტაზეც არ უნდა იყოთ, უნდა გახსოვდეთ, რომ დიეტა უნდა მოერგოს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებას და არა პირიქით, თქვენ არ უნდა მოერგოთ დიეტას და დიეტამ არ უნდა გამოიწვიოს სტრესი და დეპრესია, არამედ პირიქით, დიეტამ თქვენ ცხოვრებაში სიხარული და ბედნიერება უნდა შემოიტანოს. სწორედ ამიტომაც ვქვია ჩემს არხს კეტო მეგობარი, რადგან კეტო არის ჩემი მეგობარი და ჩემი ცხოვრების ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ არა პირიქით. კეტო არ იკავებს ჩემი ცხოვრების 100%-ს. მე მაქვს ჩემი მრავალფეროვანი ცხოვრება და ამ ცხოვრების ნაწილად ვაქციე სწორი ჯანსაღი კვება კეტოს სახით. თუ ან და სხვა დიეტით დაკავებას გადაწყვიტავთ, აუცილებლად გახსოვდეთ, რომ დიეტა მოარგოთ თქვენს ცხოვრებას და არასდროს არ უნდა მოერგოთ თქვენ პირიქით დიეტას. ამ შემთხვევაში თქვენ ძალიან დაისტრესებით და გექნებათ დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება. მეგობრებო, თუ მოგეწონათ ჩემი ვიდეო, მოიწონეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ არხი, მომავალში ვეცდები რაც უფრო მეტად მრავალფეროვანი და სხვადასხვანაირი კონტენტის შემოგთავაზოთ. აუცილებლად მალე გავხსნით ჩემ კეტო სამზარეულოსაც და გაგიზიარებთ ჩემს კეტო რეცეპტებსაც. მანამდე კი მინდა გითხრათ, რომ თქვენი უკავშირი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.